წიგნის სიყვარული ადამიანს გზას უჩვენებს. თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქვეყნისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი დამოუკიდებულია ადამიანებზე. როგორ გაიზრდებიან, როგორ შეიყვარებენ წიგნს, როგორ გაიგებენ ლიტერატურას. წიგნიერება ადამიანს ჩამოაყალიბებს განათლებულ ადამიანად, რომელსაც ეყვარება თავის სამშობლოც და თავისი არსებობაც ეამაყება ალბათ. იმიტომ რომ თუ ნაკიცხი ხარ და ბევრი რამ წაკითხული, აუცილებლად გამოადგები შენ ქვეყანას. უწიგნოთ ადამიანი არც არის. ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მამაჩემმა, დედაჩემმაც. დედაჩემი ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ის მირჩევდა ხოლმე წიგნებს. და მამაჩემი თვითონ იყო ლიტერატურის მთარგმნელი და ამავე დროს ბუღალტერიც, მათემატიკოსი იყო. და როდესაც ის წამიკითხავდა ხოლმე თავის თარგმანს, მე სურვილი მიჩნდებოდა, რომ მეც რამე მეთარგმნა. თუ გნებავთ ერთ ლექსს გეტყვის მამაჩემის თარგმანს. ეს არის ბალმონტიდან თარგმნილი ოცნებით ვკრებდი მიმავალ ჩრდილებს. ოცნებით ვკრებდი მიმავალ ჩრდილებს, მიმავალ ჩრდილებს მიწრულ დღისა. კოშკზე ვიდოდი, თრთოდან კიბენი ფეხთქვეშ ციხისა. ვისწავლე ჩრდილის ოცნებით ჭერა, მიწრულ დღისა. კოშკზე ვიდოდი, თრთოდან კიბენი ფეხთქვეშ ციხისა. აი ესეთი ლექსია. ეს ლექსი მიყვარდა სიგიჟემდე და ამ ლექსმა ბევრი ლექსი მათარგმნა სხვათა შორის.